მოგესალმებით, მე ვარ ნუგზარ ხალთასი, კლინიკა ვიამედის ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელი. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ანესთეზია. იმისთვის, რომ თვითონ პროცედურა ჩატარდეს უსაფრთხოდ, აუცილებელია პაციენტმა ანესთეზიოლოგს მიაწოდოს 5 მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ. პირველი ალერგიული რეაქციები. აუცილებელი ანესთეზიოლოგმა იცოდეს თუ გაქვთ ალერგია ნებისმიერ მედიკამენტზე, ნებისმიერ საანესთეზიო საშუალებაზე, ასევე ნებისმიერ საკვე პროდუქციაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ანესთეზიოლოგმა თუ ქონია პაციენტს ჰოსპიტალიზაცია ალერგიული რეაქციების გამო. ეს ძალიან დაეხმარება ანესთეზიოლოგს დააგეგმოს და წარმართოს უსაფრთხო ანესთეზია ქირურგიული ჩარევის დროს. მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მედიკამენტები, რომელსაც პაციენტი ღებულობს. უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი მედიკამენტი, რასაც ღებულობს პაციენტი, აუცილებლად უნდა უთხრათ თქვენს ანესთეზიოლოგს. ეს იქნება ყოველდღიური მოხმარების პრეპარატები თუ ხანგრძლივად დანიშნული პრეპარატები. რადგანაც გარკვეულმა პრეპარატებმა, იმ პრეპარატებმა, რომლებსაც ღებულობთ თქვენ, შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ანესთეზიის მიმდინარეობაზე. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის წარსული გამოცდილება ანესთეზიასთან. იგულისხმება თუ პაციენტს აქვს ჩატარებული ნებისმიერი სახის ანესთეზია, უნდა იცოდეს ანესთეზიოლოგმა. თუ ქონდა გარკვეული პრობლემები, კერძოდ თავბრუსხეობა, გულისრევა, გაღვიძებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს აუცილებლად უნდა იცოდეს თქვენმა ანესთეზიოლოგმა. ეს დაგვეხმარება ჩვენ მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი პრობლემები. მეოთხე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქრონიკული პათოლოგიები. უნდა ვიცოდეთ გულის, ფილტვების, ენდოკრინული და ნერვული სისტემების პათოლოგიები. რაც ანესთეზიოლოგს მიცემს საშუალებას სწორად შეარჩიოს ანესთეზიის ტიპი და დოზირება მედიკამენტების, რომელსაც ჩვენი ტროპელსად გამოვიყენებთ. მეხუთე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის საკვებისა და სითხის მიღება. ანესთეზიოლოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს რამდენი საათით ადრე მიიღეთ საკვები ან ნებისმიერი სახის სითხე. ასევე მნიშვნელოვანია მიღებული საკვებისა თუ ნებისმიერი სითხის რაოდენობა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ანესთეზიოლოგისთვის, რომ თქვენი პროცედურა წარმართოს უსაფრთხოდ.